უცხოეთში, ასევე საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში. თქვენს წინაშეა დღეს ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მართოს ეს ქვეყანა და შეიყვანოს ეს ქვეყანა ევროკავშირში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, ის გაერთიანებები ჩვენს უკან არიან, სწორედ ის მებრძოლები, რომელმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღდნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მოტაცებული არჩევნების შემდეგ ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ და ჩვენ გაერთიანებებში, ჩვენ რეგიონულ ფილიალებში, ჩვენ ხალხთან, ჩვენ მებრძოლებთან ერთად იმისთვის, რომ შეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, რომელმაც გააკეთა ევროპული არჩევანი, ზუსტად ესმის, მან ზუსტად იცის, რომ ეს არჩევანი მოპარეს. მაგრამ ჩვენ მეგობრებს უცხოეთში, ჩვენს პარტნიორებს სჭირდებოდათ და ახლაც სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სქემები და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული. აქვე განვაცხადებ, თუ ადრე ჩვენ საუბრობდით მხოლოდ მექანიზმებზე და ინსტრუმენტებზე, ახლა საუბრობთ ჩვენ სისტემურ, ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაზე არჩევნების მოტაცების. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევქმნით რამდენიმე სამუშაო მიმართულება და ეს ყველაფერი განხორციელდება აქ, შტაბში, რომლის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება და საქართველოს დარჩენა რუსეთის გავლენის ქვეშ და დარჩენა როგორც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ერთეულისა. ამ მიზნით ჩვენ მუდმივად წარმართავთ კომუნიკაციას თქვენთან, საქართველოს მოსახლეობასთან, ჩვენ ამ მომრჩეველთან, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ კი ვართ გაბრაზებულები, მაგრამ ჩვენზე მეტად და ყველაზე მეტად სწორედ თქვენ ხართ გაბრაზებულები იმაზე, რაც მოხდა. და ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას და კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს ის არჩევანი, რაც არის ჩვენი ყველას ისტორიული არჩევანი და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი. აქვე ვიტყვი აუცილებლად, რომ ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად თავის დროზე იქნება გამოვლენილი და ჩვენს მიერ აშენებული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს მიერ დასჯილი. ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს, ჩვენი ხალხის დევნა, ჩვენი ხალხის გამოძევება, ჩვენ ხალხზე მუქარა, ჩვენი ხალხის შანტაჟი, საარჩევნო უბნებიდან გაყვანა და დაბულინგება, ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ყველა ჩანაწერი არსებობს. ჩვენ მოვიპოვეთ სქემები, რომელიც მტკიცდება ათასობით ვიდეო ფაილით და თითოეული ეს ადამიანი ხანდაზმულობა ამ დანაშაულს აქვს ბევრი წელი, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. და თქვენ გაქვთ ძალიან პატარა ფანჯარა იმისთვის, რომ ჩაიხსნათ იმ კრიმინალს და კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს. ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით ეს რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო ის შედეგი არაღიარებისა, ასევე და რაც მთავარია და მე გადავცემ სიტყვას ჩვენს პარტნიორებს, რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს საღამოს 7 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ შინ თუ გარეთ კანონის მიხედვით სამართლებრივად შვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი. მოგესალმებით. ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. შესაბამისად, როდესაც ჩდება ჯგუფი და მით უმეტეს პერი
რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია შემდგარი ჩვენ ვართ გამარჯვებულები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. და ეს გამარჯვება ჩვენ გვაკისრეს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ დიახ, იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, ქუჩაში, მტკიცე, წვავე პროტესტში. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ეს იქნება ასე. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული, კარგად დაგეგმილი, შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, ყოველ ჯერზე პროტესტის ეტაპებისა ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით, თუ რას ემსახურება ესა თუ ის კონკრეტული აქცია, კონკრეტული აქციის ფორმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორშაბათ 7 საათზე რუსთაველზე ჩვენ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის დიდი ლიდერობით, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოდა ვთქვათ, არა მხოლოდ არ ვაღიარებთ, ჩვენ ვიცით თქვენ რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს. იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითიც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შტაბში შექმნილია ამ პროტესტის ჯგუფი, მიმართულება, რომელიც ხვალვე მოიწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფს, ახალგაზრდებს, არა ახალგაზრდებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა წვლილი შეიტანოს დაგეგმვაში, მათ შორის ამ პროცესის, მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული ადგილი, პატივისცემა და ესე ხელი-ხელთ ჩაკიდებულები რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან. მოგესალმებით, მადლობა ანა, მადლობა ელენე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელზეც რეალურად ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით ქართულ ხალხს მოპარა გამარჯვება და ევროპული მომავალი, ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან 3, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას. ეს არის რუსეთი, ეს არის ვენესუელა და ეს არის ნიკარაგუა. და თავისთავად მხოლოდ ესეც კი ცხადად მეტყველებს, რა გზას დაადგა ივანიშვილი, ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ. თავისუფალი სამყარო კი ამ დროს აცხადებს, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, რაც თავისთავად უპრეცედენტოა, მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღეში ამერიკაშიც იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა მოიცალა საგანგებო განცხადებისთვის, რომ გამოხმაურებოდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებს საქართველოში, სადაც ნათქვამია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. დიახ, ეს არის რეალურად ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა არის სიმართლის მხარეს, არის ქართველი ხალხის მხარეს და არის იმ გამარჯვების მხარეს, რომელიც ქართულმა ხალხმა მოიპოვა და რომლის მიტაცებასაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი.
ელენე მახსენა პროტესტი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის და ფორმა, რომელიც ჩვენ აუცილებლად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად, ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებული, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაანონსა წინა ორშაბათს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად ამ ბრძოლაში არის კონსოლიდაცია და ერთიანობა. ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას საქართველოს პრეზიდენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს საზოგადოება არის სრულად კონსოლიდირებული და მოწინააღმდეგეთ ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რჩება მხოლოდ რუსული სპეცოპერაციის ჩამტარებელი ივანიშვილის ხელისუფლება. ჩვენ მუშაობთ ძალიან ინტენსიურად ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც ასევე წარუდგენთ იმ ანგარიშს, რომელზეც მუშაობდით ინტერპარტიულად, სადაც არის აღწერილი უამრავი დარღვევა, მათ შორის უგულებელყოფა სრული დიდი უკანონობის კონსტიტუციური პრინციპის, ფარულობის პრინციპის ტოტალური, მასობრივი და სისტემური დარღვევა, რაც თავისთავად რომ არა ის უამრავი დარღვევა, რომელსაც ასევე ადგილი ჰქონდა, თავისთავად ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაც უკვე საკმარისია საარჩევნო შედეგის გასაუქმებლად და ამ საფუძველს იძლევა სწორედ საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ღია კოორდინაციაში ვიქნებით ასევე ჩვენს ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებმაც სწორედ ჩვენ იმ ოპოზიციურ ერთობას, რომელსაც დღეს თქვენ ხედავთ, სწორედ ჩვენ მოგცა ქვეყნის მართვის მანდატი, სწორედ ჩვენ მოგვანიჭა ნდობა იმ არჩევანით, იმ ევროპული არჩევანით, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ თავს ანგარიშვალდებულად გრძნობთ სწორედ თქვენთან, საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენს ამომრჩეველთან, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან, რომელმაც აირჩია ევროპა, რომელმაც აირჩია თავისუფალი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის დამონებასაც რუსული სპეცოპერაციით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის განგრძობადი ბრძოლა, თუმცა ბრძოლა გარდაუვალი გამარჯვებისთვის. გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, რაც არის ჩვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური მოთხოვნა, არამედ აუცილებლად დასრულდება საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში. ასე რომ შევხვდებით ერთმანეთს რუსთაველზე ორშაბათს. მაშასე თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ ოპოზიციის